მოგესალმებით, Business Insider-ი ტრადიციულად რადიო სივრცის ეთერში 4 შაბათს საინფორმაციო გამოშვების შემდგომ საუბრობთ აქტუალურ საკითხებზე, ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, ვიდრე სტუმარს წარმოგიდგენთ რამოდენიმე საკითხი, რომელსაც გვინდა შევეხოთ. პირველ რიგში მინდა ვისარგებლო რადიო სივრცის ეთერი და Business Insider-ის სახელით მიულოცო ეკონომიკის მინისტრობა მარიამ ქრივიშვილს წარმატება მინდა უსურვო. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ თან ამავდროულად ჩემი სურვილის რეალისტობაში გამომდინარე იქიდან რომ მარიამი მანამდეც რა პოზიციასაც იკავებდა გულისხმობ ამ შემთხვევაში ეკონომიკის ადრგადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოზიციას იყო განსაკუთრებულად და გამორჩეულად წარმატებული ამ ყველაფერზე მეტყველებს ძალიან მარტივი რამ, რაც Business Insider-ს და მე პირადად ყველაზე მეტად მიყვარს, ეს არის ციფრები. თუ შევხედავთ მარიამის საქმიანობას ციფრებში, შედეგები არის შთამბეჭდავი, რაც აქამდე მისი მიმართულებით არსებობდა და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ ხას გავუსვა ჩემი სურვილის რეალიზმში, რომ მარიამი იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი. არის მთელი რიგი ამბიციური მიზნები, ამბიციური ამოცანები, მაგრამ როგორც ყოველთვის მიყვარს ხოლმე ამბიციური, მაგრამ რეალისტური. მათ შორის, რა თქმა უნდა, ის გეგმები, რომელიც დაანონსა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ალბათ ქვეყნისათვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო აქტუალური საკითხი და სხვადასხვა გამოკითხვებში ნომერ პირველი საკითხი, დასაქმების საკითხი, როგორც პრემიერმა აღნიშნა 2028 წლისთვის ჩვენ უნდა გქონდეს უმუშევრობის ბუნებრივი დონე 4%-ის ფარგლებში, ამ ყველაფერს ცხადია ჭირდება ამბიციური რეფორმები, თამამი გამბედავი რეფორმები, შედეგზე ორიენტირებული რეფორმები, რა თქმა უნდა, ინვესტორების კიდევ უფრო მეტად დაინტერესება და როდესაც ამ ყველაფერზე საუბრობ, შეუძლებელია არ გახსენდებოდეს მარიამი ავტომატურად და მარიამის ნაბიჯები მე დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად, რომ ამ ყველაფრის ძალიან მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი იქნება. სხვა მეტ დეტალებზე ბუნებრივია ჩვენ ხშირად მოგვიწევს მარიამთან თანამშრომლობა, ისე როგორც აქამდე თანამშრომლობდით, მეგობრობდით და ყველაფერთან ერთად მარიამს შეუძლია ფანტასტიკური კომუნიკაცია მედიასთან, საზოგადოებასთან, ის ამას ყოველთვის წარმატებით ახერხებს. რაც რეფორმების პროცესში მე ვფიქრობ, გადამწყვეტად მნიშვნელოვანი ნაწილია. წარმატებები მარიამ კიდევ ერთხელ გადავიდეთ შემდგომ საკითხზე. დღეს გავრცელდა ასევე ინფორმაცია რეზერვებთან დაკავშირებით. საქართველოს ეროვნულ ბანკმა წლის დასაწყისიდან დღემდე 613 მილიარდზე მეტი რეზერვი შეიძინა. ჯამური მაჩვენებელი რეზერვების არის 4.6 მილიარდი დოლარი. რატომ მინდა ხაზი გაუსვა განსაკუთრებით რეზერვების ამ მაჩვენებელს, რატომ მინდა რომ ყურადღება გავამახვილო ამ ნაწილზე. საქართველოს ეროვნული ბანკი ძალიან ხშირად ყოფილა სხვა ტიპის პოლიტიკური სპეკულაციური ზეწოლის ქვეშ, თუმცა მე თუ ვინმე მეტყვის რომ გავაკეთო არ ვიცი ბოლო 10-12 წლის ანალიზი შემიძლია ვთქვა რომ გასული წელი გამოირჩეოდა საქართველოს ეროვნული ბანკისადმი განსაკუთრებულად ძლიერი, აბსოლუტურად არასამართლიანი და სრულად პოლიტიკური მოტივირებული ზეწოლით. ეს განსაკუთრებულად ეხება გასული წლის კიდევ უფრო მეტად დაახლოებით ბოლო 7-8 თვეს მოყოლებული და ახლოვებით მაისი-ივნისის პერიოდიდან და ასე შემდეგ და ეროვნულ ბანკზე ზეწოლა ხდებოდა რამოდენიმე მიმართულებით. ბუნებრივია იყოს სრულად სპეკულაციური შეტევა, ვიტყვი პირდაპირ საბოტაჟის მცდელობა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელისადმი, მაშინ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელისადმი, ახლა პრეზიდენტისადმი. მე თამამად ვიტყვი ამ ნაწილს გარედან, როგორც გარედან დამკვირვებელი, შეიძლება ქალბატონო თურნავამ არის საუბრობს ამ თემებზე, თუმცა მე თამამად ვიტყვი და ჩემი გარედან დაკვირვებით ხდებოდა სრული საბოტაჟი ეროვნული ბანკის მაშტელი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ, რომელმაც ძალიან ღირსეულად არა თუ გაუძლო ამ ნაწილს, არამედ ვხედავთ დღეს როგორც გამოვიდა ამ სიტუაციიდან, ამავდროულად ხდებოდა ეროვნულ ბანკზე სხვა ტიპის ზეწოლა, ეს განსაკუთრებით შეეხებოდა ეროვნული ბანკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მანდატს ინფლაციასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს, თუმცა გასულ წლის განმავლობაში ჩვენ ნახეთ, რომ ინფლაცია იყო მიზნობრივ მაჩვენებელზე ბევრად დაბალი
და რაც ძალიან საინტერესოა ხდებოდა დარტყმა, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად მიდიოდა ეროვნულ ბანკზე, საქართველოს საფინანსო სისტემისადმი და აქ იყო ძირითად ნაწილი მათ შორის ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციებთან მიმართებაში და ამ ნაწილში შედეგი ჩვენ ვნახეთ, რომ დღეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე ახლობით წელიწად და ერთი თვის შემდეგ, ერთი წლის შემდგომ პირობითად ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი არათუ გასულ წელთან შედარებით, არამედ ისტორიულად რაც ქართული კომპანიები გასულან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დაფიქსირებული ფასის ნაწილში, ანუ სრული სიყალბე და აბსოლუტურად ეკონომიკური დეზინფორმაცია ამ ნაწილში და კიდევ ერთი თემა და ფაქტი ვილაპარაკოთ. ფაქტებით შეეხებოდა ეროვნული ვალუტის კურსს, რა თქმა უნდა, გასული წლის თუ ეროვნულ ბანკზე რაიმე ზეწოლა ხდებოდა, ფაქტორები რომელიც ჩამოთვალ, ალბათ პირველ ადგილზეა ეროვნული ვალუტის კურსი. შესაბამისად, აქვე მოდის თემა რეზერვები, რითიც დავიწყე კიდეც. საუბარი რა იყო ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით? მუდმივი სპეკულაციური ზეწოლა და მაშინ, როდესაც ეროვნულ ბანკთან ერთად ჩვენს ადამიანებს, რომლებიც გარედან უყურებდით ამ ნაწილს, ვამტკიცებდით, რომ ვერ ვხედავდით ფუნდამენტურ ფაქტორებს, რომელსაც შეეძლო ლარის კურსზე ზემოქმედება მოეხდინა და მოგეხსენებათ ლარის კურსი იყო მაჩვენებელი, როდესაც 2.90-ის ფარგლებში, 2 ლარი და 94-ის ფარგლებში ირგვლივ კი მერყეობდა, მაშინ ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ეს იყო სრულიად სპეკულაციური ზეწოლა, ფუჭი ინფლაციური მოლოდინების შექმნა და ასე შემდეგ და არ იყო აქ ფუნდამენტური ფაქტორების ზემოქმედება. რამდენჯერმე განმეორდა გასული წლის განსაკუთრებით მაისი-დეკემბერი ნაწილობრივ მიმდინარე წლის იანვარში ლარის კურსზე სპეკულაციური ზეწოლა, თუმცა ყოველ შემდგომ ზეწოლას ლარის კურსი და საზოგადოება პრინციპში უძლებდა გაცილებით გრადად, გამომდინარე სწორედ ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკიდან. ბევრი დეტალის გახსენება შეიძლება, თუმცა მხოლოდ ერთ ნაწილს გავიხსენებ, რომელიც უშუალოდ კავშირშია რეზერვთან, სხვა ყველა ნაწილს ყოველთვის გავიხსენებ და გვემახსოვრება ზეწოლის სხვა ტიპის შემოქმედები პირველ რიგში, ვინც ამას აკეთებდნენ, მაგრამ ერთ-ერთი იყო ეროვნული ბანკისგან რეზერვების ხარჯვა და ეს შეეხებოდა ოქტომბრის პერიოდს და მაშინ საუბარი იყო, რომ აი წინასაარჩევნოდ ეროვნული ბანკი რეზერვებს ხარჯავდა. დიახ, ეს ასე იყო. მაგრამ თავარ ფაქტორს არავინ არ აქცევდა ყურადღებას. ზუსტად ის, რომ ფუნდამენტური ფაქტორები არ მოქმედებდა ეროვნულ ვალუტაზე, იმის გამო, რომ პანიკა არ შექმნილიყო ბაზარზე, იმის გამო, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე არ დაზარალებულიყო და კურსის მერყეობით უპირატესად ხდება საქართველოს რიგითი მოქალაქეების დაზარალება და არა მსხვილი ბიზნეს ჯგუფების. რა თქმა უნდა, ყველა ზარალდება, მაგრამ მსხვილი ბიზნეს ჯგუფებს გაცილებით უფრო მეტი მედეგობა აქვთ გამომდინარე არსებული ბუფერებიდან, რომელიც მათ აქვთ იმისთვის, რომ კურსის დროებითი მერყეობა მსუბუქად გადაიტანონ. მაგრამ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას ბუნებრივია არ აქვს შესაბამისი, ასე ვთქვათ, არც დაკვირვების საშუალება, არც დრო, არც საკმარისი ბუფერები იმისთვის, რომ კურსის მერყეობას დააკვირდეს და გაუძლოს. ისინი მყისიერად მოქმედებენ და მყისიერად არის ხოლმე დანაკარგები. ყველა ვინც კურსზე ზემოქმედებს პოლიტიკურად, დიახ, საქართველოს მოქალაქეებს აყენებს, ასე ვთქვათ, ნიშნულოვანი დარტყმის ქვეშ, სწორედ ეს დააზღვია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. სწორედ ეს გააკეთა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქტომბერი-ნოემბრის განმავლობაში ძალიან სწორი პოლიტიკით რეზერვების მართვის. დიახ, რეზერვები იყო ინსტრუმენტი საქართველოს ეროვნული ბანკის, რომელიც მან გამოიყენა იუველირული სიზუსტით, აბსოლუტურად სწორ დროს დახარჯა. რეზერვები სწორედ იმიტომ, რომ არ გამოეწვია პანიკა სფეროში და დიახ, ჩვენ არათუ გაუძელით ამ ნაწილს, შევხედოთ დღეს ლარის კურსს მათ შორის დოლართან მიმართებაში. გასაგებია, ბევრი იტყვის, რომ დოლარის გლობალური გაუფასურების ნაწილია, მაგრამ კიდევ ერთხელ შევადაროთ სხვა ვალუტების ნაწილსაც, გლობალურ გაუფასურებას ხომ ყველა ქვეყანას ეხება და შევხედოთ ჩვენ ვითარებასაც. და ამ ფონზე ამავდროულად ეროვნული ბანკი განუხრელად ზრდის რეზერვების მაჩვენებლებს. ეროვნულ ბანკზე იყო სპეკულაცია ნოემბერში, დეკემბერში და იანვარშიც კი პროგნოზირებდნენ და იყო ასეთი პროგნოზი ერთ-ერთი ორგანიზაციის მხრიდან და ცალკეული პირების მხრიდან, რომ ეროვნული ბანკი რეზერვებს სრულად დახარჯავდა, ახლა ეროვნულ ბანკს რეზერვები უნდა ქონდეს სრულად დახარჯული. სრულად დახარჯული რეზერვებზე როცა ვლაპარაკობთ, კიდევ ერთხელ დღეს ეს ციფრი არის 4 მილიარდ 600 მილიონი და 613 მილიონით გაზრდილი მიმდინარე წელს. ეს არის შედეგი, ეს არის ფაქტი, ეს არის აი დღევანდელი ინფორმაცია, რომელსაც ვხედავთ და ეს ინფორმაცია გვაძლევს კარგ საშუალებას კიდევ ერთი ანალიზი გავაკეთოთ, როგორ ხდება ხოლმე პოლიტიკური ზეწოლა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ამ შემთხვევაში ბუნებრივია ეროვნულ ბანკზე და როგორი სწორი მენეჯმენტი და როგორი სწორი მართვით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეძლო ამ სიტუაციიდან არათუ გამოსვლა, არამედ ძლიერად გამოსვლა და კიდევ ერთხელ მოვიხმობ საქართველოს ეროვნული ბანკისადმი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებას, რომელმაც შეაფასა ძალიან დადებითად საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა და ამავდროულად აღნიშნა, რომ რეზერვების დაგროვების პოლიტიკა იყო აბსოლუტურად სწორი.
ამ ნაწილზე შევჩერდები დღეს ეროვნულ ბანკთან მიმართებაში და გადავალ არანაკლებ საინტერესო თემაზე წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმარს საქართველოს პარლამენტის წევრს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრს ბატონ ვაკო თურნავას. ვაკო, მოგესალმებით და მინდა ვისაუბრო ძალიან აქტუალურ საკითხზე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემაზე, რომელმაც ბოლო წლების დაკვირვებით ჩვენს ეკონომიკაში, საექსპორტო ნაწილში, კლient შემოსავლების ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა IT სექტორზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში, რომელიც ახლა არის კიდევ ერთი საინტერესო ცვლილებების ქვეშ, ასე ვთქვათ, შეიძლება ასე ვთქვათ. მაგრამ პირველ რიგში თუ შეიძლება რომ აი სექტორი შევაფასოთ ცოტა ფართოდ იმისთვის, რომ ჩვენი მსმენელისთვის, ჩვენი მაყურებლისთვის კიდევ უფრო გასაგები იყოს არსებული ვითარება სექტორში. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა რომ მომიწვიეთ და ამ სფეროში სასაუბროთ და ინტერესდებით IT სექტორში ცვლილებებზე. დღეს მინდა მოგიყვეთ თუ რეალურად რა ხდება ამ სფეროში. მიახლოებით 3 წელია, რაც კიდევ უფრო იზრდება, ზოგადად IT სფეროს იზრდება, მაგრამ აი ბოლო 3 წელია, რაც ჩვენ ქვეყანაში კიდევ უფრო გაიზარდა ეს და ციფრებში რომ თქვენ ახსენეთ, რომ ციფრებით გიყვართ საუბარი და ამიტომ მინდა გითხრათ, რომ საქართველოში აი ის მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირები, რომელიც მივიდნენ რეესტრში და დარეგისტრირდნენ როგორც მცირე მეწარმე პირები, იყო 577 ადამიანი მხოლოდ, ეს რაღაც 3 წლის წინ და დღეს არის მიახლოებით 24,000-ზე უკვე მეტი, თითქმის 25,000-ზე მეტი ადამიანი, რომელიც უკვე ამ სფეროში მუშაობს, ის ვინც დარეგისტრირდა და კიდევ შეიძლება ერთი მაგდენიც იყოს, რომელიც არ დარეგისტრირდა და მაინც მუშაობს. ამიტომ ეს რა თქმა უნდა ეს პირდაპირ პროპორციულია ეკონომიკურ ზრდასთან. მათ როგორც ვიცით, საშუალო ხელფასი მარტო ქართული კომპანიებიდან ამ სფეროში არის მიახლოებით უკვე 8,000 ლარი, საშუალო ხელფასი ხელზე ასაღები 8,000 ლარი, ხოლო უცხოელებს ვინც ემუშავება, იმათ კიდე უფრო მეტი. ამიტომ სადღაც მიახლოებით 21 მილიონ ლარზე თვიურ შემოსავალს ბიუჯეტში შეადგინა აი ეს ამ ციფრმა და ჩვენი ბიუჯეტი და ეკონომიკა ამით იზრდება. ასევე, თქო უნდა, მათ საიდ ეფექტებიც არის, როდესაც ეს ადამიანები ამ ხელახელფასს იღებენ, მიახლოებით სადღაც 30-40% ისინი უკვე ქვეყანაში ტოვებენ, ხარჯავენ და ესეთი თანხა უკვე საქართველოში აღემატება 2 მილიარდზე მეც, რაც ამ ხალხს აქვს გადახარჯული. ტენდენციები დამატებით საერთაშორისო კომპანიების სტატუსის მქონე კომპანიები, ეს 5%-იან ვისაც იხდიან 5%-ს, ისინი მიახლოებით 150 კომპანიაზე მეტია უკვე საქართველოში და ამ 3 წლის განმავლობაში გასამაგდა ამ ხალხის დასაქმება. ამიტომ ეს საერთაშორისო კომპანიები არიან მხოლოდ ის კომპანიები, რომელიც უცხოურ დამკვეთს ემუშავებიან და შესაბამისად ხელფასიც კიდევ უფრო მაღალია. ამიტომ ზუსტად ეს ამ ცვლილებებმა ამ ტენდენციებმა განაპირობა ის, რომ ასეთ ვითარებაში უკვე IT ბინადრობის ნებართვის აუცილებლობაც გახადა, იმიტომ რომ უკვე ბევრი მიმართვიანობა იყო, განსაკუთრებით ამ ომის, რუსეთ-უკრაინის ომის დროს, კოვიდის დროს, თავიდან დაიწყო ეს ტენდენცია, მე ომმაც ხელი შეუწყო და უკვე ბევრი უცხოელი ჩამოვიდა ჩვენ ქვეყანაში ძირითადად IT მიმართულებით. შესაბამის პირობები დახვდათ, ასე რომ ვთქვათ, შეიძლება რაღაცის შესაბამის პირობები იყო, მაგრამ პირობები დახვდათ, როგორც ქვეყანა უსაფრთხო, ეკონომიკურად უკვე ძლიერი აღმავალი ამ შემდეგ, მაგრამ არ ქონდა ესეთი სტატუსი IT რეზიდენსის, ანუ IT ბინადრობის უფლების სტატუსი არ ქონდა ჩვენ ქვეყანას, სადაც ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს იყო ეს გვაკლდა. ჩვენ დაგვხდა კი კარგი რეჟიმი, საგადასახადო რეჟიმი, IAP და ამ შემდეგ, მაგრამ არ ქონდა კონკრეტულად IT რეზიდენტობა. დიახ, ბატონო, ზუსტად აი ამ ნაწილზე მინდა გკითხოთ, თუ არ მეშლება ასე ქვია, ხო? თქვენ ხართ ავტორი. კი, მე ვარ ამ უცხოელთა და მოქალაქეობის არ ქონდა პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ გამოპროექტი ეგრეთ წოდებული IT რეზიდენსი, IT ბინადრობის. IT რეზიდენსი. რას ითვალისწინებს? ჩვენ ის ადამიანები, ანუ აქ არის ორი კატეგორიის ადამიანები არიან, რომელიც ერთი რო დასაქმებულები არიან თვითონ ქვეყანაში, ჩვენ ქვეყანაში, ანუ რომელიღაცა ქართული შეპესე, ის იქნება საერთაშორისო კომპანია თუ არა, საქართველოს დარეგისტრირებული შეპესე, რომელიც ემსახურება,
აქვს მასთან კონტრაქტი, ემუშავება და იღებს გასამსჯელოს. ეს არის ერთი კატეგორია ხალხი და მეორე კატეგორია არის ეგ ეწოდებული ფრილანსერები, ჩაითვალოს ან არა ფრილანსერები, რომელსაც მაგალითად სხვა ქვეყანაში მუშაობენ, იგივე IT სფეროში მუშაობენ ცალსახად, შევა სხვა კომპანიაში მუშაობენ, რომელიც IT კომპანია არ არის, მაგრამ იმ კომპანიაში აკეთებენ IT სერვისს, მოგეხსენებათ, მე კომპანიები სადაც IT არ არის საჭირო. ამიტომ ის ხალხი, რომელიც მაგალითად ეძებდა სად გადასულიყო, სად ემუშავა, რომელ ქვეყანაში ძირითადად ბალის და ესეთ ქვეყნებს ირჩევენ, ჩვენ ეს ხალხი არის მაღალანაზღაურებადი პროფესიონალები და ამ ხალხის მოსაზიდად ჩვენ შევიმუშავეთ ეს 3 წლიანი რეზიდენცი, სადაც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს არ არის მინდა ცალსახად თქვა, რომ ეს არ არის ღია კარის პრინციპი, რომ ვეპატიჟებთ ყველას, არა, ვეპატიჟებთ მხოლოდ სპეკულაციებიც იყო. სპეკულაციებიც რა თქმა უნდა იქნებოდა, მაგრამ ეს გამორიცხავს იმას, ჩვენ მხოლოდ ვეპატიჟებით ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს, რომელსაც მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აქვს, ეს ერთი, მინიმუმ $25,000-ზე მეტი წლიური შემოსავალი აქვს და აქაც ციფრები გვაქვს, გვაქვს ციფრები, აქაც უნდა მოიტანა აუცილებლად საბანკო ამონაწერი, სადაც ამას დაადასტურებენ, ასევე ბინანაქირავები, ანუ ასევე დაზღვევა და ამ ყველაფრის მერე უკვე შეუძლიათ რომ შემოიტანონ განაცხადი პირდაპირ და ჩვენ უკვე გადავწყვიტავთ მივცეთ თუ არა. ჩვენ პირდებით 3 წლიან რეზიდენციას, რატო 3 წლიანი და არა 1 წლიანი, ან 6 თვიანი, იმიტომ რომ ეს 3 წლიანი რეზიდენცია გარანტიას აძლევს ამ ადამიანებს, რომ ისინი ნამდვილად ჩვენ ქვეყანაში იქნებიან, შეუძლიათ უკვე ნორმალურად ფეხი მოიკიდონ და არ ექნებათ იმის სურვილი, რომ სხვა ქვეყნებში გადავიდეს და იქ იმუშაოს. მინდა გითხრათ, ეს ჩვენ სამწუხაროდ კიდევ ვიძახი, რომ არ ვართ ჩვენ პირველები, რომელმაც ეს პრაქტიკა დაუნერგეთ, ჩვენ გვყავს კონკურენტები, ასევე ჩვენ რეგიონში, ასევე ევროპაში, კანადაშიც მათ შორის, უკვე ამ ხალხს ძირითადად ეს ყველა ნადირობს, ესე ვთქვათ, ყველას უნდა რომ ესეთი მაღალანაზღაურებადი პროფესიონალები თავიანთ ქვეყანაში მუშაობდნენ და თავიანთ ქვეყანაში იხდიდნენ გადასახადებს და ასე შემდეგ იმ ეკონომიკაში წვლილი შექონდათ. ერთ როდ წარმოგიდგენთ ხო ხა კანადა ახსენეთ ხო როგორ შეიძლება ვთქვათ რაღაცა სფეროში პირობითად რომ საქართველოს კონკურენტი იყოს კანადა, მაგრამ არის ეს არის ნამდვილად არის ჩვენ ძირითადად კონკურენციას გვიწევს ახლა მაგალითად სერბეთი, ასევე ესპანეთი, სერბეთი პირდაპირ პირდება რომ აი ჩამოდით, მოგცემთ IT რეზიდენციას და იცხოვრეთ, ესტონეთმა შეიმუშავა ესეთი რეჟიმი, კანადამაც შეიმუშავა, ესპანეთს მიახლოებით 3,500 ევროზე მეტი ხელფას თუ აქვს პირდაპირ ეუბნება რომ მე შემოგცემ რეზიდენტობას, რომელიც მთელს ევროკავშირში მუშაობს და მთელ ევროკავშირში შეგიძლია იმოგზაურო, იცხოვრო და ოღონდ ჩემთან იხადე გადასახადები, ესეთი მიდგომა ქონდა. ძლიერი კონკურენტები ყავს, ასე რომ ძლიერი კონკურენტები ყავს, მაგრამ ჩვენი ქვეყანა არის მიმზიდველი ბევრი პრინციპით, იმიტომ რომ პირველ რიგში ეს გადასახადები, მეორე ეს არის უსაფრთხოება, რაც აუცილებელია განსაკუთრებით ქვეყნებიდან, სადაც არ არის უსაფრთხო, მაგალითად უკრაინას გულისხმობს, საერთოდ ჩამოდიან. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ასევე ჩვენთან მოგეხსენებათ 4 სეზონი მუშაობს, 4-ვე სეზონია, კარგი კლიმატი, არ არის დუბაიში მიდიოდნენ, მაგრამ იქ 6 თვე საერთოდ შეუძლებელია ცხოვრება იქ, იგივე კანადაში ცივა, ასე შემდეგ. ანუ ესე ვთქვათ, ყველაზე ევროპელებისთვის განსაკუთრებით ყველაზე შედარებით იაფი და ასევე კომფორტული, ასევე უსაფრთხო ვარიანტი ეს არის ჩვენ სადაც ასევე ფრენები არის და შეუძლოთ რომ იმოგზაურონ მარტივად სადაც უნდათ ეს არის ცხოვრების ხარჯია ლინკოს წესახიან ცხოვრების ხარჯია შედარებით დაბალი, ძალიან ბევრი ხა მაგალითად პირობითად კანადის შემთხვევაში ევროპის მთელ რიგ ქვეყნებთან კი, აქ მთელი მიზანიც ეს არის, რომ გქონდეთ რაღაც ინგლისის და ამერიკის და კანადის საშუალო ხელფასი და გქონდეთ ქართული კომფორტი ამ ხელფასით, თორემ კანადაში და ინგლისში კი შევა მაღალი ხელფასი გაქვს, მაგრამ შევა ერთი მაგდენი გიждდება კიდე მან ცხოვრება, ამიტომ მინიმუმზე მინიმუმ კომფორტი გაქვს იმ ქვეყანაში იმისდან მიუხედავად რომ ვერანაირ დანაზოგი საუბარი არ არის თვიდან თვემდე ძვლის ცხოვრობენ და დღეს უკვე თანამედროვე ტექნოლოგია და ძირითადად IT სფერო ამ smart working-ით უკვე გვაძლევს იმის საშუალებას რომ ეს ხალხი remote-ად იმუშაოს სხვა ქვეყნიდან და იგივე შედეგი ჰქონდეთ. ამიტომ ეს პირველ რიგში ესეთი
ესეთი IT რეზიდენტობა ჩვენ ვფიქრობთ რომ მიახლოებით გაასამაგებს ამ ხალხის ჩამოყვანას გაასამაგებს აუცილებლად ასევე პირველ რიგში ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის კიდე დამატებითი შემოსავალი როგორც გადასახადებში ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ის ფაქტი აღვნიშნოთ რომ ესეთი პროფესიონალების ყოლა საქართველოში არის უმნიშვნელოვანესი როგორც ტალანტის ნაწილში იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანას სჭირდება ბევრი ჭკვიანი და ძლიერი სპეციალისტები როდესაც ის ჩამოდის ის კიდე არ გინდა მაინც მეგობარს გაიჩენს ოფისში მივა კოუორკინგს აიღებს იქ შევაღებს მარტივი თასკი კონდეს და დელეგირება გააკეთოს და სხვას გადაუხადოს რაღაც პატარა გუნდებივით იქნება და ამას ემუშავება ასევე პრესტიჟის ნაწილში საქართველოსთან ხშირად უკვე ეს რამოდენიმე 1000 ადამიანი უკვე რომ მუშაობს აქედან უიმე საქართველოსთან კი ვიცი იქ ჩვენი პროფესიონალები არიან ჩვენ თანამშრომლებიც ზიან იქ ცხოვრობენ ანუ ბევრად მარტივია საქართველოსთან უკვე ქართულმა პროგრამისტმა უთხრასო აი მეც საქართველოსთან ვარ და ის უკვე პოზიტიურად არის აღქმული იმ კომპანიებისთვის რომლებიც უკვე შეიძლება მაგალითად ესპანელი ცხოვრობს საქართველოში და ემუშავება საქართველოსთან მაგრამ ის უკვე აღიქვავს როგორც ამ ესპანელს კი არის ესპანელი მაგრამ საქართველოსთან ხან ემუშავება უკვე სხვანაირ პრესტიჟად მიაჩნია გაგებით ეს ირიბად ელჩები არის რა თქმა უნდა ჩვენი პირდაპირ ელჩები არიან რომელიც უკვე წარმოადგენენ ქვეყანას კიდე არის ისეთი სიტუაცია სადაც მაგალითად ჩვენ ქვეყანაში არ არის ის ტექნოლოგიები განვითარებული, რომელიც სხვა კომპანიებს სჭირდება, მაგალითად, Salesforce-ი აიღეთ, ABAP-ზე, ესეთი NR-ი, SAP-ის, მაგალითად, რომელიც საერთოდ არც ასწავლიან უნივერსიტეტებში, არც კოლეჯებში, ასე შემდეგ. ამიტომ ესეთი ცოდნები, რომ საქართველოში კიდევ უფრო დაილექება, ეს კიდე ბევრის მთქმელია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა მაღალ პროფესიონალ კვალიფიცირებული ხალხი აქ ცხოვრობდეს. და აქედან უწევდნენ მომსახურებას. რა თქმა უნდა, ეს შესაბამისად უკვე სხვა ბიზნესებზეც მოქმედებს, ძრავი ქონების ფასი იმატებს ვისასახლეა. ეს ნაწილი მინდოდა თქო, ჩვენ თითქოს საუბრობთ მხოლოდ ერთ სექტორზე, მაგრამ ამ სექტორის განვითარებამ ანუ დამატებით რა შეიძლება გარკვეულად კლასტერულად რა შეიძლება დარგები, რომლებიც უფრო მეტად ჩაითრიოს ასე რა. კლასტერულად, როდესაც მაღალ შემოსავლიანი ადამიანი ცხოვრობს შენ ქვეყანაში უკვე მოხმარებაც იზრდება იგივე იმ რესტორნების იგივე ხარჯით უნარიანი ხალხი როცა ყავს ქვეყანაში სერვისები ტურიზმი მიდის წინ ასევე ხალხი მოგზაურობს არ ჩდება ერთ ადგილას ჩამოდიან მეგობრები მიდიან ბინას ქირაობენ და ეს ყველაფერი ჩვენ მოქალაქეების ჯიბეში ილექება არაპირდაპირ მიახლოებით 35-40% არის დათვლილი რომ ჩვენ ქვეყანაში რჩება ამ ხალხის შემოსავალი კიდევ კონკურენციასაც შეეხება მიკითხოს რომ აი ჩამოდიან და რაღაც სამსახურებს გვართმევენ და რაღაც ესეთი სპეკულაციებიც იყო ამ ხალხს ძირითადად ქართულ სამსახურს ისნა წაართვა ანუ სამსახურს ართმევ იქ კონკრეტულ დამსაქმებელს ხო და ამ სფეროში იმხელა მოთხოვნა არის რომ და ისეთ ცოტა მიწოდება რომ დღეს ამერიკელებს რაღაც მილიონი პროგრამისტი აკლიათ ერთი მაგდენი ევროპელებს აკლიათ და მე რომ მირეკავენ ხანდახან მეკითხებიან რომ აი ჩემი შვილი კარგი პროგრამისტია და ხო ვერ მოეხმარები და დასაქმდეს ან რას გვირჩევდით პირველი კითხვა მაქვს რომ რაღაცა როგორ კარგი პროგრამისტი ანუ წარმოუდგენელია რომ სამსახური ვერ მოძებნოს იმიტომ რომ რაღაც ელემენტარული LinkedIn-ი ვისაც აქვს ამ ესეთი სოციალურ პლატფორმასაც სამსახურები არის დღეში რამოდენიმე job offer-ი რო არ ქონდეთ ეს რაღაცა ეს არ არსებობს და უკვე პრობლემა ის არის ვინ მართალი და ვინ ტყუილა წერს და მაგის გახილვაში არიან ძირითადად ვიდრე ის რასაც არ წერენ. ამიტომ ეს ტენდენცია იზრდება კონკურენციის სფეროს პოპულარიზაცია გარკვეულად როდესაც ჩვენთან შესაძლოა მაღალი რანგის სპეციალისტები ჩამოვიდნენ ხომ არა ის რომ ადგილზე ვინმე რამეს დაკარგავს ამ კუთხით ვერ დაკარგავს თეორიულად, იმიტომ ის ადამიანი ჩამოდის თავისივე კლიენტით, ჩამოდის თავისივე უკვე დასაქმე მაგას ერთად ჭირდება ბინის ქირა ჭირდება, ბანკში ანგარიში ჭირდება და კარგი რესტორანში სიარული ან ტურისტულად მოგზაურობა. სხვა არაფერი არ ჭირდებათ. ასე რომ პირიქით ეს ადამიანი თუ დაასაქმებს კიდე თვითონ shadow coding გააკეთებინებს და მიეხმარება და კიდე უფრო განავითარებს. ამიტომ ბევრი კომპანიები უკვე გადმოვიდნენ ჩვენ ქვეყანაში. ეს ინიციატივა ასევე აიოლებს და უფრო
აძლევს შესაძლებლობას კიდე სხვა კომპანიებს უფრო გრძელვადიანად იფიქრონ ჩვენ ქვეყანაზე და იმის რისკი არ ქონდეთ რომ აი მე 6 თვიანი ცხოვრების უფლება მაქვს და მე მეორე 6 თვე რა ვქნე რომ არ მომცენ და რაღაც ბიზნეს კონტინიუტის ანუ ბიზნესის გრძელვადიანობისთვის ვარ შეეშალოთ ამასაც განაპირობებს. სტაბილურობის განცდა, რა თქმა უნდა. 3 წელი ეუბნება ადამიანს ესეთია. სტაბილურობის განცდა, ეს ხალხი ჩვენ გვჭირდება, ეს ხალხი არის აუცილებელი იმ განვითარებისთვის, იმიტომ რომ როგორც იცით, ჩვენმა მთავრობამ და ჩვენ დავაანონსეთ, რომ საქართველოს უნდა გახდეს ერთგვარი ტექნოლოგიური ჰაბი IT სფეროში მიმართულებით და გვინდა რომ ამ სფეროში ვქონდეს და ვაკეთებთ კიდევაც ბევრი ინვესტიციებს, ბევრი კოლეჯებიც გაიხსნა, პროფესიონალები, რომელიც ამ სფეროთი არიან დაკავებულები და ან ვითარებენ, ამიტომ ეს მიმართულება არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, ამიტომ ეს პროფესიონალი ხალხი ჩვენ გვჭირდება, ვინც ამაში მიიღებს და ამ ეკოსისტემაში მიიღებს მონაწილეობა. კი ბატონო, აი ზუსტად საქართველოს შემთხვევაზე მინდა გადმოვიდე, იმიტომ რომ ხა ჩვენ ძირითადად ვსაუბრობთ უცხოელი პროფესიონალების მოწვევაზე, თქვათ ამ კუთხით ხედავთ რომ აქ რისკების ნაწილი არ არის, ასევე ის სპეკულაციები კიდევ ერთხელ, რომელიც ხშირად არის ხოლმე, მაგრამ აბსოლუტურად უსაფუძვლო ამ შემთხვევაშიც, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, რომ აქ თქვათ რაღაცა ძალიან ღია კარი არა კონკრეტული მოთხოვნებია, კონკრეტული მოთხოვნების ფარგლებში კონკრეტული მოთხოვნები უნდა იქნას დაკმაყოფილებული, რომ აქ ჩვენ ქვეყანაში შემოვიდნენ. მაგრამ მივდივართ კიდევ ერთ საკითხზე, ასე ვთქვათ, რომ გასაგებია რომ აქ არავის ესე კონკურენციას არ გაუწევენ, ვერ გაუწევენ, მოდიან თავისი კლიენტით და ასე შემდეგ. მაგრამ თვითონ რომ შევხედოთ აი ქვეყანაში და თქვენ ამის გამოცდილება გააქვთ, თქვენი ახლო წარსულის საქმიანობიდან გამომდინარეც მით უმეტეს მიმდინარე ტენდენციებზე მუდმივად ასე ვთქვათ პულსზე გიდევთ ხელი, შეიძლება ასე ითქვას. როგორ ხედავთ აი აქ ჩვენთან საქართველოში განათლების ნაწილში აი კადრების მიწოდების შესაძლებლობას ორი საკითხია, ერთის მხრივ აი მოთხოვნა რამდენად ასეულს, აი ახალგაზრდა თაობის თქვა, ხო? ანუ ჩვენ ვაკურდებოდით სიტუაციას, რომ საქართველოში ყველა უნდა გამოსულიყო იურისტი, ეკონომისტი, რაღაცა ასე შემდეგ, ხო? აი თითქოს ეს IT არ ჩანდა, ვთქვათ, ეს მორთულ. აი რამდენად ბაზარზე ეს ტენდენცია იცვლება, მაგრამ მეორე მხრივ რომც მოვინდომო, სად წავიდე არის მეორე კითხვა, სად ვისწავლო. აი სხვადასხვა ნაწილია და ეხება თუ არა ეს მარტო ბევრი კითხვა დაქვს ერთად, მაგრამ გზადაგზა გავებ. ეხება ეს თქვათ მარტო სკოლა დამთავრებულ ადამიანებს, ძალიან ახალგაზრდებს თუ ეს ეხება ყველა ასაკის ადამიანებს. ნახეთ, მადლობა კითხვისთვის, მნიშვნელოვანი კითხვა, იმიტომ რომ ჩვენი მაყურებელი უფრო გაერკვევა ან და დაკვალიენდება ან თვითონ ან მისი მეზობელი მეგობარი, ვინცაც ეს აინტერესებს. IT სფერო არის ვრცელი სფერო არის, იქ მარტო არ არის კოდის წერა და რაღაც მათემატიკური რაღაც ესე გინდა თუ არა მათემატიკური განათლება გქონდეს, ეს უფრო მეცნიერება უფრო არის, რაც მათემატიკა და ესე შემდეგ ჭირდება. იმდენი ფრეიმვორკებია გამოყენებული, მათემატიკა საერთოდ არ იცოდე, მაინც შეგიძლია რომ კარგი კოდის წერალი იყოს, უფრო კარგ სკილებს გულისხმობს, სადაც კარგი მოძიება შეგიძლია დასერჩვა შეგიძლია და უფრო რაღაც ლეგოს რო აწყობთ მიახლოებით ესეთი ვარიანტი არის ძირითადად კოდის წერა, მაგრამ არის ადამიანები რომელიც იწყებენ კოდის წერას და არ მოწონთ ან თუ ერთულებათ ან სხვა მიზნების გამო ამ სფეროში არის ბევრი მიმართულება IT სფეროში მიახლოებით შენებლობა რო აიღოთ ხო არ არის ერთი ადამიანი რომელიც ყველაფერს აკეთებს არის ბევრი სხვა არქიტექტორი იგივე არის ამ სფეროში არის არქიტექტორი არის დიზაინერი არის ტესტერი არის პროგრამისტი არის სხვა ინჟინერი DevOps-ი მაგალითად რომელიც სერვერულ ნაწილს საგვარებს არის ფრონტი არის ბექი არის იმ ფრონტშიც ბექი აქვს ანუ ეს არის ისეთი შემიძლია არ გავჩერდო შემიძლია არ გავჩერდი იმდენი და არის სხვა ენები და ასე შემდეგ ანუ space ანუ ადგილი ყოველთვის არის შეძლონ ხო რაც შეეხება ასაკი ყოლია შემწინა გამოცდილებაში 16 წლის ბავშვებით რომელიც სასწავლოდ მაგრამ მუშაობდნენ და ხელფასს ჰქონდათ რომ სკოლის ბავშვები რომ მშობლები მოდიოდნენ და ნუ ურიცხავთ ჩემ ბავშვამდე ფუსტო და თან ვერც ურიცხავთ მშობლის ხელმოწერა კიდევოდა მე ჩამ და ესეთი ისინი ყოფილა და არიან პირიქით აი ადამიანები რომელიც რაღაც განათლებას იღებენ, რომელიც იყო მაგალითად ყოფილი ბუღალტრები ან ასევე იურისტები ჩვენ ძალიან ბევრი მსახიობები სკოლია და ასე შემდეგ, რომელსაც დაინტერესებული ამ სფეროში და ძალიან დიდი წარმატებაც მიუღწევია. ამიტომ ასაკი შეზღუდული არ არის, სწავლებსაც შეეხება, არ ჭირდება ამ სფეროს მე სულ ვიძახი, რომ ძალიან წინააღმდეგი ვარ ზოგადად მე, რომ ეგ
ადამიანმა რაღაც 5 წელი ისწავლოს ერთი საგანი და მე 3 კვირიანი ტრეინინგი რომელიღაც ბანკში გაიაროს და დახთან იდგეს. ეს დრო არ უნდა დაკარგოს ჩემი აზრით და ასევე ეს სფერო გაძლევს იმ საშუალო ონლაინ ისწავლო მნიშვნელობა არ არის აუცილებელია რომ ვაკეში ან სადმე ეს ადგილას იმის თუ ცხოვრობ მით უმეტეს თბილის გარეთ და ბოლოს შენი თანხები დახარჯო და ენერგია და იარო რომ არა ეს პირდაპირ შეგიძლია ონლაინ გაიარო არის ბევრი სასწავლებლები რომლებიც გაძლევენ ონლაინ განვითარების საშუალებას ერთ-ერთი ჩემი დაფუძნებულიც იყო თავის დროზე სკილვილი ქვია სადაც რომელიც დღესაც ძალიან წარმატებულია. დღეს წარმატებული არის, რა თქმა უნდა, არ მომგებიან ბიზნესია, თქო, ამ სფეროში, სწავლის განათლების სფეროში არ არის მარჟები დიდი, მაგრამ კარგ საქმეს აკეთებს 8000-ზე მეტი ადამიანი ყავს გადამზადებული და ასევე არის კიდე სხვა სკოლები, აკადემიები, რომელიც მიახლოებით ყველგან ერთ და იგივე, ანუ სხვა რამეს არ ასწავლიან, კოდის წერას ასწავლიან, სხვა მეთოდებით, ეს ყველაფერი მინდა გითხრათ, არის ონლაინათაც და ვისაც კიდე ის ადამიანები, რომლებიცაც თვითონ შეუულიათ ესეთი self-motivirებულები არიან, რომ შეძლოს, საერთოდ არ დაჭიდეთ ამ აკადემიაში სიარული. უფრო ეს აკადემია გაძლევთ მიმართულებას, რა ისწავლოთ, ბევრი მასალა არის და რომელი კონკრეტული ისწავლო და უფრო მეგითითებს და უფრო ორგანიზებულობისკენ საკუთარ თავსაც უფრო გაპოვნინებს ალბათ ხომ, აი IT სფეროში რომელიც ჩამოთვალთ ბევრი მიმართულება, აი რომელი უფრო კონკრეტულად მოგეგება და მნიშვნელოვანი ასევე soft skill-ები ჩვენ ქონია სადაც გამოცდილება, სადაც თავის დროზე ვასწავლიდით რაღაც ხუმრობებს, რომ როგორ უნდა იხუმრო, იმიტომ რომ დამკვეთს უნდა, რომ იქით მხარე რაღაც კარგი ის კონდეს რაღაცა უნარი team რაღაც ჯგუფში მუშაობის და აბა როგორი პერსონალური და ის მარტო ის კოდის წერა და ესე არის. ამიტომ ეს სფერო ყოველთვის არის აუცილებლად იპოვიან თავის თავს და ჩემი პირადი და ასევე მთავრობის ჩვენი მიზანი არის რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ტექში ჩავრთოთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანს ქონდეს მაღალი შემოსავალი და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს ჩვენი ქვეყნისთვის კონტრიბუცია შეიტანოს. ტენდენციას როგორ ატყობთ ვაკვე ძალიან კარგია. ტენდენცია იზრდება, იმიტომ რომ ისევე თქვენი დაკვირვებით. იზრდება, რა თქმა უნდა, როდესაც ხედავენ რომ რაღაც ერთი წელი ადამიანმა ისწავლა, წელიწად ნახევარი ისწავლა, უკვე ხელფასი აქვს, იწყებს თუ არა მინიმუმ ხელზე 2000 ლარი და ადის 3-4-5000 დოლარზე და სახლი შეიძინა, მანქანა შეიძინა, შეიძლება 2 სამსახურიც კონდეს, 5 უკვე 10 გაუხდა, გვერდზე მეზობელი რო უყურებდა რომ ეს რაღაცა კარგი რაღაცას აკეთებს, თვითონაც დაიწყო სწავლა და გაიზარდა. მე მახსოვს, როცა ამ სფეროში მუშაობდი, ვაკანსია დავდეთ, ვეძებდით სტაჟიორებს და ერთი თვე ვაპიარეთ ის და შემოვიდა რაღაც 15 CV და ერთი წლის წინ რო დავდეთ იგივე ვაკანსია შემოვიდა 5000-ზე მეტი CV. ანუ ტენდენცია რაღაც 1-10-თან კი არ არის, 1-1000-თან გამოვიდა ამ შემთხვევაში, ამიტომ 1-500-თან. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ მივა ჩვენ არ გვაქვს ქვეყანაში არც ესეთი ნავთობი, არც რაღაც ესეთი და ჩვენი ვიზანი არის და სწორი გონია რომ უნდა იყოს სწორი განათლება, ეს განათლების მიწოლა განათლებაზე მეტი ინვესტიციის გაკეთება და ხარისხიანი განათლება და სწორი განათლება და არ იყოს მარტო რაღაცა დიპლომისთვის რომ იმუშაონ. მეცაც გეტყვით ამ სფეროში არ არსებობს ადამიანი, ვისაც შეეკითხება აი დიპლომი მაჩვენე, რომელი უნივერსიტეტი დაამთავრე და ამის შესაბამისად დიპლომის გამო მიღებ აგიყვანოს. არა, მოგიტრიალებენ კომპიუტერს და გეტყვენ ამ კოდ დაწერეო და მან მორჩება მაგათი დიპლომი. საერთოდ არ გვაინტერესებს იმ ხალხის იმ სფეროს იმ ხალხს დამსაქმებას არ აინტერესებს რა დიპლომი გიჭირავს ხელში. სულ რომ MIT დამთავრებული იყო და ერთი ხაზის კოდის დაწერა არ შეგეძლოს, ეგ შეუძლებელია, მაგრამ მაინც არავის სამსახურში არ აგიყვანს. სხვა შორის ეს ძალიან საინტერესო ტენდენცია შეეხეთ თქვენ, რომელიც ასევე სწორედ თქვენი მთავრობის, ქართული ოცნების მთავრობის პირობებში ძალიან საინტერესოდ დაიძრა ცვლილებები უმაღლესი განათლების რეფორმის მიმართულებით, უმაღლესი განათლების მიმართულებით რამოდენიმე საინტერესო რეფორმა იყო, მათ შორის ბიზნეს ადმინისტრების ნაწილი, სადაც 4 წლიდან 3 წლამდე შემცირდა გარკვეულვადები მაგისტრატურა 2-დან 1-მდე. ასე შემდეგ, აი რას თქვენ აღნიშნეთ ხო რომ აი რაღაცა 4 წელი თუ 5 წელი ადამიანმა ისწავლოს, რაღაც ბაკალავრის დიპლომი გამოიმუშაოს და მერე მაინც სადმე დასასაქმებლად ვიწრო სფეროში დაჭირდეს კიდე კომპანიის მხრიდან შემოთავაზებული ორკვირიანი ტრენინგის გავლა და დაიწყოს რიგითი დონის თანამშრომლად, ალბათ
სრული დისბალანსი რაღაც აბსოლუტურად მარაზმია აბსოლუტურად, იმიტომ რომ გარკვეულად სხვა შორის უნდა აღვნიშნოთ, ეხლა მათ შორის არის ქართული ფილმებიც, რომლებიც საბჭოთა პერიოდის პროპაგანდა, დიპლომი მაინც საჭიროა თემა, მოდიოდა რაღაცა ეს, რომ აი რაღაც უმაღლესი უნდა დაამთავრო, იყო ასეთ თემა და თითქოს ეს კოლეჯის და პროფესიული მმართველობა თითქოს კნინობითად განიხილებოდა, რაღაც მეორე რიგად განიხილებოდა. კი, ეს სამწუხაროდ არის, ეხლა უკვე უფრო შედარებით ნაკლებად, მაგრამ მაინც იგრძნობა, ამიტომ უკვე როგორც ხედავთ, ჩვენ მთავრობა აკეთებს მის მაქსიმუმს და პრიორიტეტი აქვს გამოცხადებული პროფესიული გადამზადების ცენტრები აქვს თავისი და არა მარტო თავისი ასობით მილიონს ხარჯავს მთავრობა იმისთვის, რომ ამის პოპულარიზაცია გააკეთოს, ვინაიდან ეს უფრო ეფექტური და უფრო მომგებიანია როგორც ქვეყნისთვის, ასევე თვითონ იმ ადამიანს, ვინც სწავლობს და არ მოუწევს ის, რომ რაღაც ერთს სწავლობს და საერთოდ ანუ რეალურად, როდესაც თქვენ რაღაცას სწავლობთ 4 წელი და მე იმ საპირისპიროდ სხვა რაღაცას მუშაობთ, ნიშნავს, რომ ასე თუ ისე დაკარგული დრო იყო, კი რა თქმა უნდა, ეხლა რაღაც განათლებას მიიღებ და უფრო სმარტი იქნები და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც მე პირადად მივესალმები რომ ზუსტად ის ისწავლოს, რაც უნდა, რაც გამოადგება და ზუსტად ის ისწავლოს, რაც მართლა გამოადგება, ეს მართლა სიტყვა არის მნიშვნელოვანი, ბევრს ვფიქრობდით ამაზე და ჩვენ გვინდა, რომ ჩვენ ქვეყანაში ბევრი პროფესიონალი, მაღალ ანაზღაურებადი პროფესიონალები მუშაობდნენ და იყვნენ და აქ რჩებოდნენ აქ. გადინებაზეც მინდა ერთი-ორი სიტყვა გითხრათ, მე მგონი კარგად შევეხოთ. ამ შემთხვევაში, როდესაც ბევრი ექსპატიც და ის ხალხიც ჩამოვდის აქ, რომელიც თავის საქმის პროფესიონალები არიან, უკვე შედარებით ნაკლებად არის იმის საშუალება და იმის სურვილი, რომ ადამიანი საზღვარგარეთ წავდეს, კიდე იქ იმუშაოს, ვინაიდან იმ საზღვარგარეთ სავარაუდოდ წავა ისეთ ქვეყნებში, სადაც მაღალი ანაზღაურებაა, ხო? შევა, იმიტომ წავა, რომ ბევრი მეტი თანხა ექნება შემოსავალი, მაგრამ ეს სფერო აძლევს იმ საშუალებას, რომ ზუსტად იმიტომ, რომ იქ მაღალი ანაზღაურება აქვს და აქ უფრო კომფორტულად, უფრო ნაკლები ღირს, ზუსტად ამ გეფის ეს განსხვავება, რაც არის ამ დელტას, რაც მაქსიმალურად ჭიმავენ და პირიქით, ბევრად უფრო მიმზიდველია საქართველოში ცხოვრება ამ ხალხისთვის, ვიდრე წავიდეს უცხოეთში და იქ იმუშაოს, ვინაიდან იქ ფიზიკურად მუშაობა არ გიწევს, ყოველდღე ოფისში მისვლა არ გიწევს, არიან ძალიან ბევრი ადამიანები, რომელიც რაღაცა ერთი კვირა იქ ცხოვრობენ, სამი კვირა აქ ცხოვრობენ, გადაფრინებიან, დაინახებიან და რეალურად საქმეს აქედან აკეთებენ. კი ბატონო, ეს მნიშვნელოვანია. დღეს ამის ყველანაირი ხელშემწყობი პირობები გვაქვს, კიდევ ერთხელ მათ შორის ინტეგრაცია, ასე ვთქვათ, საჰაერო სივრცის და პირდაპირ ფრენების არის განსაკუთრებით უპრეცედენტოდ მაღალი, შეიძლება ასე ითქვას, თუ ჩვენ როგორც ხედავთ, ჩვენი ქვეყნის სწორი პოლიტიკის და პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის არც ერთხელ არ ჩაკეტილა და პირიქით, ეხლა მიმდინარე სიტუაციებიდანაც გამოჩნდა, რომ უყურებდით რადარს, მხოლოდ საქართველოს იყო ის ერთ-ერთი წერტილი, საიდანაც ევროპა და აზია ერთმანეთს უკავშირდებოდა. ამიტომ კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავანახოთ, თუნდაც იმ უცხოელებს და არაუცხოელებს, ამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა ჩვენთვის და ამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის განვითარება, თორე ერთი საათითაც არ შეწყვეტილა ჩვენ საჰაერო სივრცეში ფრენები. კი ბატონო, აბსოლუტურად და თქვენ ვახსენეთ ვაკო, რომ 3 წელი ეს გრადობისთვის არის, თქვათ IT რეზიდენციის ნაწილში, რომ არ ყოფილიყო ამ ქვეყანაში ძელვადიანი მშვიდობა, არანაირი 3 წელი, არანაირი საგადასახადო შეღავათი ამ თემას ვერ უშველის. ქვეყანაში რომ სადაც ბომბების კდება, ვერანაირი საგადასახადო კანონმდებლობა, ვერანაირი სხვა ტიპის კანონმდებლობა, ვერანაირი ეფექტს ვერ ქმნის. ამაზე დიდი ბევრი საუბარით როგორც 2-4-4-ია ყოველთვის არა მათ ინვესტორს, იმ ადამიანს, რომელსაც ვიზიტორს, ტურისტს და ასე შემდეგ, ორი რამე ინტერესები მასლოუ ჰიერარქიის პირველი საწყისი არის, რომ მეორე, სადაც უსაფრთხოება არის პირველი უსაფრთხოება და კანონის უზენაესა, rule of law, ანუ იმ ადამიანმა იცოდეს, რომ დღესო ვეუბნებით მნიშვნელობა არა აქვს 1%-ია თუ 18 თუ 38, თავარი რომ ვეუბნებით რა იცი, რომ რომ იცის მოლოდინი, როდესაც აქვს რომ დღეს ის იქნება გადასახადი 1%, ხვალ უცბად რაღაცნაირად არ იქნება სხვა ციფრია ასე შემდეგ. ამიტომ მისთვის ამ რომ ვიტყვით, რომ 3 წელი აქვს რეზიდენტი, ნიშნავდა 3 წელს
და ასე შემდეგ. ამიტომ ამ ხალხისთვის და ზოგადად ინვესტიციებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოება პირველ რიგში და ეს rule of law, სადაც ნამდვილად კანონი კანონობს და არ ხდება რაღაცა სხვანაირი ინტერპრეტაციები და სხვანაირი სხვა მოქნილი სისტემა არ პირდაპირ უნდა იყოს. რაც არის,აკეთ რაც დღეს ხდება ეს ხალხი ბედნიერია, მუშაობს, რომელი ტურისტი ჩამოდის და ეს კიდევ უფრო ამ რეფორმით კიდევ უფრო გაიზრდება და უფრო მეტი შემოსავალი იქნება ჩვენ ქვეყანას აქედანაც გამომდინარე. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით და თქვენას წამოვთ იგივე საკანონმდებლო სტაბილურობის ნაწილში, რომ სწრაფად არ უნდა იცვლებოდეს გადასახადები თუ სხვა წესები, რომელთაც მანამდე ინვესტორი მოიზიდე. აქ მე მგონი სწორედ თქვენი მთავრობის პირობებში ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ კონკრეტული მაგალითები იგივე IT სექტორთან დაკავშირებით. ის რაც ძალაში იყო საგადასახადო შეღავათების ნაწილი მოქმედებს და იმოქმედა ისე როგორც საჭირო იყო, ამან გამოიწვია ის პირველი დიდი ტალღა, რომელიც თქვენ თქვით ერთ მხრივ სხვადასხვა ფაქტორების გამო შეიძლება ქვეყანაში შემოსული, მაგრამ მეორე მხრივ დამაგრებული ქვეყანაში. რეალურად რაც ჩვენ ვნახეთ და ფაქტობრივად ეს არის მეორე ტალღა ამ სფეროში IT რეზიდენსის. ეს არის მეორე ტალღა, კი, ჩვენ 2019 წელს თუ არ ვცდები შემოვიდა საერთაშორისო კომპანიების სტატუსის აღება, 150-ზე მეტი კომპანია არის დარეგისტრირებული, რომელიც ცალსახად მხოლოდ ექსპორტს აკეთებს ჩვენი ქვეყნიდან. ეს არის ევროკავშირის ქვეყნები, ბრიტანეთის შეერთებული შტატები, საიდანაც საქართველოსთან ვისაც ემსახურებიან. კი ბატონო, არის ერთ-ერთი კომპანია, სადაც მაგალითად 4000-მდე, 3500 ბოლო ციფრებით ალბათ 4000-მდე პროფესიონალი არის დასაქმებული და ერთი ქართველი კლიენტი არ ყავთ აქ, სუმთლიანად მუშაობენ ექსპორტზე. ანუ ეს არის პირდაპირ ჩვენ შარშან თვარწდები 3.1 მილიარდი ლარი ქონდა ექსპორტი. ეს არის მიახლოებით 1.1 მილიარდი დოლარის ექსპორტი სულ რაღაც 3 წელიწადში მივით მაგ ციფრამდე, როცა ღვინის ექსპორტი გვაქვს ამინა შემეშალოს მიახლოებით 200 მილიონამდე. ანუ 5-ჯერ მეტი გვაქვს IT ექსპორტი ვიდრე ღვინის ექსპორტი და უბრალოდ უფრო ნაკლები გასავალი და ხარჯი. ამიტომ ეს ტენდენცია არის სწორედ უნდა იყოს გამოყენებული, არის კიდევაც და სწორი რეფორმების მიხედვით ეს კიდევ უფრო განვითარდება. დარწმუნებულები ვართ ამ ნაწილში სრულად რა ტენდენციასაც ყვებით და რომელი ციფრებით არის გამაგრებული, ნამდვილად არ არის აქ ეჭვის შეტანის საფუძველი. წარმატებას გისურვებთ, ძალიან საინტერესო საუბრისთვის, თქვენთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა, იმიტომ რომ სიახლეზე და კარგ საკითხებზე ვსაუბრობთ, განვითარებაზე ორიენტირებულ საკითხებზე. ვაკო თურნავა იყო ჩვენი სტუმარი, ბიზნეს ინსაიდერის დღევანდელი გადაცემის სტუმარი. კიდევ ერთხელ წარმატებას ვუსურვებ ვაკოს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს ამ და სხვა რეფორმების განხორციელების პროცესში. დღეს ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია რადიო სივრცის ეთერში. ჩვენ დავუბრუნდებით ტრადიციულად შემდგომ ოთხშაბათს საინფორმაციო გამოშვების შემდგომ. დიდი მადლობა, რომ გიყურებდით და გვისმენთ.